საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემების ციკლს სახელწოდებით ქართველური ცივილიზაცია. დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი მეხუთე და ვაგრძელებთ ამირანის მამის განსხვავებული სახელის ეტიმოლოგიის ძიებას. ეს სახელი გახლავთ ამანი და ჩვენ საუბარს შეიძლება ვუწოდოთ ამირანის მამის სახელის ამანის ინფორმაციული სისტემა. პირველად, როდესაც ეს თქმულება წავიკითხე მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში, მართალი გითხრათ, არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის, მაგრამ როდესაც უკვე უშუალოდ მიჯაჭვულ ამირანის ლინგვოკულტუროლოგიურ ქსელზე დავიწყე მუშაობა, ყოველი სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა. ამიტომ ამანს რომ შევხედე, რა თქმა უნდა, მაშინვე გადავწყვიტე, რომ აღნიშნული სახელი გამომეკულია და გამომეკულია იმიტომ თუნდაც, რომ იგი ჯერ ერთი უგულებელყოფილია ძალიან ბევრი მკვლევრის მიერ და მეორეც თვითონ თავისთავად ნაცვალ სახელს წააგავს, ანუ ჩვენებითი ნაცვალ სახელის მოთხრობითი ბრუნვის ფორმის ანალოგია ამან და აქედან გამომდინარე, როდესაც ვიცით ჩვენ, რომ ნაცვალ სახელი შეუძლებელია, რომ ონომასტიკურ ერთეულად, უფრო სწორად კი ადამიანის სახელად იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა რჩება. მაგრამ როდესაც გაქვს ცოტა განსხვავებული ინფორმაცია, ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და კონკრეტულად კი ეგვიპტური თეოფორული სახელების წარმოების შესახებ, მაშინ აღნიშნულ საგანს, მაპატიეთ აღნიშნულ სახელს განსხვავებულად უყურებ. მას დავიწყოთ ახლა ამანის გამოკვლევა და უპირველეს ყოვლისა უნდა, რა თქმა უნდა, ვახსენოთ ის კონტექსტი, თქმულების კონტექსტი, რომელშიც იგი არის ნახსენები და მეორეს მხრივ კი უნდა ვისაუბროთ აი იმ ფორმაზე, ნაცვალსახელურ ფორმაზე, რომელზეც მე ახლა გესაუბრეთ. მაშასე კონტექსტი. მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში 57 თქმულებად მოცემული არის სვანური ვარიანტი ამირანისა, რომელშიც ნახსენები არის სახელი ამან. ამან არ არის, უბრალოდ ამანი, მოდი ასე ვიტყვი, ამანი არ არის ამირანის ნამდვილი მამა, თუ ბიოლოგიური მამა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი მისი მამინაცვალია და ეს აშკარად არის ღია ტექსტით არის ნათქვამი აღნიშნულ თქმულებაში. ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ სად შემოდის ამანი აღნიშნულ თქმულებაში. აღწერილი არის ღარიბი ცოლქმარი, ახალგაზრდა ცოლქმარი, რომლებსაც ერთი მაკრატლის გარდა არაფერი არ გააჩნიათ და ერთჩვენიერ დღეს ცოლი ეუბნება, რომ თუ შეიძლება რომ წადიო და ეს მაკრატელი გაყიდე და იქნება რამენაირად შემოგვეხმაროსო, ხო? ეს თანხა მამაკაცი აიღებს მართლაც ამ მაკრატელს, წავა გასაყიდეთ, მაგრამ გზაში ერთ მინდორში მოხდება და ხედავს, რომ ამ მინდორში 3 დევი ჩხუბობს. მივა მათთან შეეკითხება, რატო ჩხუბობთო? გაიგებს, რომ თურმე ესენი ეყრებიან ერთმანეთს და ვერ გაუყვიათ 3 საგანი. ეს 3-ვე საგანი ჯადოსნური საგანია, ერთ-ერთი მათგანი არის ტაბლა, რომელზეც საჭმელი ეგრევე იშლება, მეორე გახლავთ ლანჩა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი ზღვა შეგიძლიათ გადალახოთ და მესამე გახლავთ კიბე, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ სიმაღლეზე შეგიძლიათ ახვიდეთ. ამირანი მაპატიეთ
ეს ღარიბი მამაკაცი ეტყვის დევებს რომ აი მოდიო მეოისრებს ვისვრიო დასავლეთით აღმოსავლეთით ჩრდილოეთით და ვინც პირველი მომიტანსო ამ ისრის ნატეხსო იმასო ტაბლაო ვინცო მეორესო იმასო ლანჩაო და ვინც კიდე მესამეთო იმას კიდე ერგებაო ეს დევები დათანხმდნენ მან ისროლა ესე იგი ისრები ესენი გაიქცნენ ამ მამაკაცმა დაავლო ხელი აღნიშნულ საგნებს და რა თქმა უნდა წამოვიდა გზაში ერთ სოფელში მივიდა და ამ სოფელში ნახა ხალხი რომლებსაც ცალი გვერდი გამხმარი ჰქონდათ იკითხა თუ რაში იყო საქმე გაიგო რომ თურმე ეს ადამიანები ანუ სოფლის მაცხოვრებლები ყოველ საღამოს ერთ გვერდს მიუშვერენ ხოლმე იმ მხარეს საიდანაც კივილი ესმით იმიტომ რომ იქ არის ვიღაც მთის წვერზე ვიღაც რომელიც საშინელი ხმით კივის და ამ კივილისაგან მათ უხმებათ გვერდები და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთ გვერდს უშვერენ რომ მეორე მაინც ასე ვთქვათ ჯანმრთელად შეინარჩუნონ რას მომცემთო თუ მეო ამ არსებისაგან გაგანთავისუფლებდო და სოფლელებმა უთხრეს ერთ უღელ ხალგამეცო მამაკაცი დათანხმდა ეს კიბე გამოიყენა ავიდა ზევით კლდეზე და ნახა მშვენიერი ქალწული რა თქმა უნდა მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი მათი სიყვარულის შედეგი არის სწორედ ვაჟი რომელიც დაიბადება და ეს გახლავთ სწორედ ამირანი მაგრამ სანამ ეს მოხდება ქალი ეუბნება და უკვე მშობიარობის პერიოდი ახლოვდება და ქალი ეუბნება თავის მეუღლეს რომ ალბათო დაბრუნდიო ჯობიაო იმიტომ რომ შენი პირველი მეუღლისაგანო რაღაც უბედურებას ველიო და გამოყენებული არის სიტყვა გახედქვა მეოისო გამხედქავსო რას ლაპარაკობ სიცილად არ იყო მეუღლეს და ამიტომ ყურადღება არ მიაქციეს თუ შეიძლება ასე ითქვას აი ამ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებას და მართლაც იმავე ღამეს ქალის საშინელი კივილი შემოესმება მამაკაც აღმოჩნდება რომ დალი მართლაც უკვე სიკვდილის პირას არის და სთხოვს რომ აი ბავშვი ამომიყვანე ძალიან კარგი ვაჟკაცი გაიზრდება თუ ყველაფერს იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი გაუხედნავი ბუღის ტყავში გაახვიო ბუღის გული მაწოვარად ჩაუდე პირშიო და სამი გზის გზაჯვარედინზე დადეო და მე ყველაფერი თავისით მოხდება უყო და ეს წერილით დაადე ზედო რომ ეს ვაჟი არისო დალყარანის ვაჟიო ქრისტეს მიერ მონათლული ამანის გაზრდილი და ბოლოს ამანისა და მისი შვილების მკვლელიო. ამის მერე აღარ გავაგრძელებ უკვე რა ხდება, ზუსტად ასევე მართლაც ასე მოხდება. იქ მთელი რიგი რაღაც მომენტები აღწერილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბავშვი მოხდება ამანის ოჯახში, რომელსაც სამი ვაჟი ყავდა და ამირანი იზრდება მის ვაჟებთან ერთად. ესე იგი, აი ეს ამანი სწორედ ასეთი სახით შემოდის ამირანის თქმულებაში. ახლა რა ხდება, რატომ ჰქვია მას ამანი და რატომ დასჭირდათ ამ თქმულების შემქმნელებს აი ასეთი უჩვეულო და როგორც წესი საკუთარი სახელებისთვის გამოუყენებელი ლექსიკური ერთეული გამოეყენებინათ აი ამ შემთხვევაში როგორც ამირანის მამა. აქ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ნაცვალსახელების ძალიან საინტერესო თვისება. რომ ავხსნათ ეს გარემოება, ხო? ზოგადად ენას გააჩნია ორი ფორმა. ენა არსებობს ორ ფორმაში, ორ მდგომარეობაში. ეს არის მისი სისტემური, ანუ ვირტუალური მდგომარეობა. ძალიან მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ეს არის აი ლექსიკონში ჩაწერილი ყველა სიტყვა ერთად და ის გრამატიკული წესები, რომელიც გრამატიკის წიგნებშია მოცემული, ეს ვირტუალური სისტემაა. და მეორე არის მეტყველება, რომელშიც უკვე აი ამ ვირტუალური სისტემიდან აღებულია გარკვეული ერთეულები და შემდეგ უკვე შედგება ფრაზები, წინადადებები, გაბმული ტექსტი და ასე შემდეგ.
აი ამ ორ განსხვავებულ მდგომარეობაში ნაცვალსახელები განსხვავებულად იქცევიან. როგორც ვირტუალური ერთეული, ნაცვალსახელი არის ცარიელი სიტყვა. მას საკუთარი ლექსიკური მნიშვნელობა არ გააჩნია, იმიტომ რომ მე რო ვთქვა ეს ან ის, ხო, ჩვენ არ ვიცით, რაზე ვსაუბრობთ. მაშინ, როდესაც თუ მე ავიღებ ფრაზას მაგალითად, ამ კაცმა დაუშვათ შექმნა ეს არაჩვეულებრივი მხატვრული ნაწარმოები, ხო, ამ კაცმა, ხო, თუ შევცვლი ამ კაცს ნაცვალსახელით ამან შექმნა, უკვე ყველაფერი გასაგები იქნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნაცვალსახელს ვირტუალურ მდგომარეობაში მნიშვნელობა არანაირი არ აქვს, ხოლო მეტყველებაში მას შეუძლია მიიღოს n რაოდენობის სხვადასხვა მნიშვნელობა იმაზე დამოკიდებულებით, თუ რომელ სიტყვას შეუერთდება იგი. ანუ რომელ სახელს შეუერთდება იგი. ეს იქნება ცხოველი, ეს იქნება მცენარე, ეს იქნება ადამიანი, ეს იქნება მოვლენა. არ აქვს ამას მნიშვნელობა. ნაცვალსახელი ამ მნიშვნელობას ტექსტში, ანუ მეტყველებაში მიიღებს და შეითვისებს. აი ასეთი სახელი გახლავთ სწორედ ამანი. ეხლა თქვენ ზუსტად სლაიდზე ხედავთ აი ამ გაყოფადობას თუ შეიძლება აი ამ ვითარებას ნაცვალსახელის არსებობისა ორ განსხვავებულ ენობრივ ვითარებაში და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უკვე გადავიდეთ სრულიად სხვა სამყაროში, რომელსაც უკავშირდება სწორედ ქართველური ნაცვალსახელების გამოყენება ონომასტიკური თვალსაზრისით და როგორც უკვე ვახსენეთ წეღან, ხო, ეს გახლავთ ეგვიპტური ცივილიზაციის სივრცე. ეგვიპტურ ცივილიზაციაში უამრავი თეოფორული სახელი, ანუ ღვთაების სახელი, ქართული ნაცვალსახელებით არის წარმოებული. ეს განხილული მაქვს მე ჯერ კიდევ 2011 წელს გამოცემულ ჩემს ნაშრომში ქართველურ შუმერულ ეგვიპტური ლინგვოკულტუროლოგია. და ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ ეგვიპტის ყველაზე დიდი ღვთაების ამონ-რას სახელი სწორედ ქართულ ნაცვალსახელოვან სისტემას უკავშირდება. ამიტომ ეხლა განვიხილოთ ჩვენ ამონ-რამ ყველა შესაძლო თვალსაზრისით და ვნახოთ თუ როგორ მომდინარეობს, როგორ წარმოსდგება იგი ქართული სივრციდან, ლექსიკური სივრციდან. მაშასე, ახლა სლაიდზე თქვენ ხედავთ სწორედ ამონ-რას განსხვავებული კუთხეებით განხილვის შესაძლებლობას. პირველი ეს არის მისი თაყვანისცემა, მეორე ეს გახლავთ ქრონოლოგია, მესამეა ფორმები და მნიშვნელობა. მეხუთე ასპექტი ცოტა საიდუმლო დავტოვე, ეს არის დამწერლობა, ანუ რა ფორმი, რა ვარიანტებით იწერებოდა აღნიშნული სახელი, ამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. დავიწყოთ თაყვანისცემით. ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამონ-რას თაყვანისცემას ეგვიპტეში. იგი ჯერ კიდევ თებეს, ახლა დაარსებული თებეს დროს, როდესაც იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს, აი ჯერ კიდევ იქიდან მომდინარეობს მისი თაყვანისცემა და ტაძარი, კულტის ტაძარი სწორედ თებეში იდგა. აქ ამონ-რას ადიდებდნენ სამეულებად, ანუ ტრიადებად. ეს იყო თვითონ ამონ-რა, რომელიც იყო მზის ღმერთი, შემდეგ ეს გახდათ მუტი, რომელიც იყო დიდი დედა ღვთაება და მესამე იყო ხონსუ, რომელიც იყო მთვარის ღმერთი. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ პირველად ამონ-რა სინამდვილეში იყო მთვარის ღმერთი, მაგრამ ჰელიოპოლისის ღვთაებასთან შერწყმის შემდეგ იგი უკვე გახდა ამონ-რა და მზის ღვთაების მნიშვნელობა შეიძინა მან. ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ღრმა წარსულის მქონე
მქონეს სიტყვასთან. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც თაყვანისცემის ადგილს შეეხება, თებეს შეეხება, ეს გახლავთ მისი ძველი სახელი, რომელიც აღინიშნებოდა ხოლმე, აი როგორც აქ მაქვს ხო, ნიუტ სახელით, მაგრამ მას წერდნენ როგორც IMN შემოკლების ფორმით. ანუ თებეს ძველი სახელი ეს იყო IMN შემოკლებული ფორმით. ახლა გადავიდეთ ქრონოლოგიაზე. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ამონის თაყვანისცემას ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდა და იგი მოითვლის სულ ცოტა ძველი წელთა აღრიცხვის 3200 წლიდან და ვთქვით, რომ იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი და ეს ამონ-რას თაყვანისცემა ხო ძალიან დიდხანს გაგრძელდა როგორც ძველი სამეფოს ასევე შუა სამეფოს და ახალი სამეფოების განმავლობაში აქედან გამომდინარე თვითონ აღნიშნული სიტყვის ეტიმოლოგიის ცოდნა, მისი წარმომავლობის ცოდნა ძალიან დიდ ცოდნას მოგცემს თვითონ ეგვიპტური კულტურის შესახებ. როგორ გამოსახავდნენ ამონ-რას? საინტერესოა, რომ ამონ-რას ჰქონდა მთელი რიგი განსხვავებული ფორმები. დაუკავშირეთ თუ შეიძლება ნაცვალსახელის თვისებას. იგი ზოგჯერ გამოხატული იყო ხოლმე მაიმუნის სახით, ზოგჯერ ანთროპოლოგიურად იყო გამოსახული, ანუ მამაკაცი წარმოადგენა, რომელსაც ჰქონდა ლომის თავი, შეიძლება ჰქონოდა ვერძის თავი, შეიძლება ჰქონოდა ბაყაყის თავი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს ფორმის ცვალებადობა, ხო, უკვე მიანიშნებს იმაზე, თუ რა დიდი სივრცე იყო დაფარული აღნიშნული ღვთაების მეშვეობით. რაც შეეხება მნიშვნელობას, მნიშვნელობა იყო დაფარული უჩინარი საკუთარი შვილებისთვისაც კი უცნობი ღვთაება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არც ეტიმოლოგია ვიცით, ამონ-რას მისი წარმომავლობა არ ვიცით და აქედან გამომდინარე, ვინც მისი შვილი უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია, მასაც არანაირი ცოდნა არ ექნებოდა აღნიშნული სიტყვის შესახებ. ახლა ნახოთ მეექვსე ასპექტი, მეექვსე კუთხის, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ამონ-რა. დაწერილობის მიხედვით ამონ-რას გააჩნია 6 განსხვავებული ვარიანტი. თუმცა ჩვენ ახლა რო განვიხილავთ განსხვავებებსა და მსგავსებებს, აღმოვაჩენთ, რომ არც თუ ისეთი დიდი ვარიანტულობა გვაქვს აქ. პირველი ეს გახლავთ ამონ და ყვითლად არის სლაიდზე ახლა აღნიშნული ეს ხმოვანი, იმიტომ რომ ძირითადი განსხვავებები ხმოვნებში მოდის ხოლმე. ამონ, შემდეგ მოდის ამმონ და როგორც ხედავთ, აქ განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ თანხმოვანში და მეორდება იგივე თანხმოვანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანიანი დაწერილობა, ანუ ამონ და ეს ამმონ, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გაუტოლოთ. საინტერესო არის მესამე დაწერილობა, ეს არის O და U, ანუ O და U-ს მეშვეობით მოცემული ვარიანტი. ეს შეგვიძლია წავიკითხოთ როგორც დაახლოებით ამონ და ამუნ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ ცალკე ამუნ ის ფორმაც არსებობს, რომელიც შემდეგ არის მოყვანილი, ანუ აი ეს მესამე ვარიანტი, რომელიც არის სლაიდზე მოცემული, ფაქტობრივად თავისი დაწერილობით უკავშირდება როგორც ხმოვნით მოცემულ ვარიანტებს, ასევე უხმოვნით მოცემულ ვარიანტებს. რა თქმა უნდა, აი ეს ამ OUN-ით მოცემული ვარიანტი შეიძლებოდა აღრევის შედეგი ყოფილიყოს, ან და სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიღაცა ერთს მიეკუთვნებოდა, მაგრამ ადგილობრივებს, ანუ ის ადგილობრივებმა ან სწორად ვერ გაიგეს, ან სწორად ვერ დააფიქსირეს აღნიშნული ბგერა და ასე შემდეგ. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ აი ეს O და U-ს კომბინაციით მოცემული ხმოვანი ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია გაუტოლოთ ან მეორე ვარიანტს, ან მესამე ვარიანტს. ანუ ჩვენ აქ ისევ და ისევ ვრჩებით მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტის ამარა. ერთი არის ამონ და მეორე არის ამუნ.
განსხვავება შეიგრძნობა უკვე მეოთხე ვარიანტში, ეს მეოთხე ვარიანტში, სადაც მოცემული გაქვთ ხმოვანი e amen და უკვე მეექვსე ვარიანტად მე დავწერე რა თქმა უნდა imen რომელიც ასევე არსებობდა და მოგეხსენებათ რომ იგი წარმოადგენდა თებეს პირველი სახელის იმნს გახმოვანებას რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ მსგავსება განსხვავებების შესახებ ამ უპირველეს ყოვლისა ის რომ განსხვავებული არის ხმოვნები. რატომ და ყოფილიყო ხმოვნები განსხვავებული? ამასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ ეგვიპტური ენის სისტემის თავი. იგი სემიტური ენა გახლავთ და არ იწერებოდა. ხმოვნები როგორც წესი არის აღდგენილი. იმაზე მიუხედავად რომ აი ამ ვარიანტებში მოცემული ხმოვნები აღდგენილია გარკვეული რა თქმა უნდა ანალიზის ენობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია აბსოლუტურად ზუსტი რწმუნებით ვთქვათ რომ კი ეს იყო ესა და ეს ფორმა ესე იგი ჩვენ არა გვაქვს თუ გახსოვთ მე ვახსენე ერთხელ შესაძლებელი სტანდარტი შუმერულთან დაკავშირებით ჩვენ არა გვაქვს ის შესაძლებელი სტანდარტი რომელიც სტანდარტის უშეცდომოდ გვეტყოდა და გვიკარნახებდა თუ რომელი ხმოვანი უნდა აღდგეს აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება სულ რამოდენიმე ვარიანტი ორი ძირითადი ვარიანტი არის AMN და IMN როგორც ეგვიპტური ნოტაციით ჩაწერილი სიტყვები და ასევე გვაქვს უხმოვნით და ეხმოვნით ჩაწერილი ვარიანტები ამონ ამუნ და ამენ აი როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე ასეთი ინფორმაცია და ჩვენ ვიცით რომ ფაქტობრივად ჩვენ ვეძებთ სამ სიტყვას ხო სწორია რატომ არის აი ამ სამ სიტყვაში ასეთი გახმოვანებები რა თქმა უნდა დავიწყოთ ძიება უნდა დავიწყოთ აი იმ პირველი განსხვავებიდან რომელიც არის AMN და IMN ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ ერთი რამ ეგვიპტური ბგერითი სისტემა ზუსტად დადგენილი არ არის ისევე როგორც შუმერულისა ხო და იმის გამო რომ ზუსტად დადგენილი არ არის აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ძალიან ძნელია იმის თქმა თუ რომელი ერთეული რომელი ვარიანტი არის აი იმ პირველი წყაროს შესაბამისი ანუ არქეტიპული ფორმა ამას ემატება აგრეთვე ისიც რომ სხვადასხვა ღვთაებებს ერთი და იგივე სახელები ჰქონდათ ხოლმე აი დასაბამიერი გველის სახელიც თუ არ ვწდები იყო ხო ამ ისევ იყო უხმოვნით მოცემული ვარიანტი როგორც ამუნ მაგრამ აი ლიბიის ღმერთი რომელიც სხვათა შორის ხელმძღვანელობდა და მფარველობდა ეგვიპტის იმ ფარაონებს რომლებიც ეგვიპტელები არ იყვნენ წარმოშობით აი იმ ღვთაების სახელი კი გახლდათ ამენ აი ასეთი როგორ გითხრათ ასეთი გაურკვეველი ვითარება როდესაც დარწმუნებული არ ახარ რომ შენი ანალიზი ზუსტად დაადგენს იმ სიტყვას იმ ფორმას რომელსაც შენ ეძიებ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ამ ანალიზის მიღმა უნდა ეძიო კიდევ რაღაცა სხვა საშუალებები და აი ასეთი საშუალება აღმოჩნდა სწორედ ქართველური ნაცვალსახელური სისტემა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ჩვენებით ნაცვალსახელებს ეს გახლავთ ესე და ისი მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვაქვს ესე ეგე და იგი და ისი მაგრამ ჩვენთვის ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ესესა და ისის ფორმები აქ მოცემული არის ახლა სლაიდზე
ბრუნვის ფორმები არ ვიცი რამდენად საჭიროა ბრუნვის ფორმების წაკითხვა ჩემ ვფიქრობ რომ ყველაზე მოდით ერთ წავიკითხავ მარტო ხო ესე სახელობითში მოთხრობითში ამან ამას მიცემითი ამის ნათესაობითი ამით მოქმედებითი ვითარებითი ამად წოდებითი ფორმა არ გააჩნიათ ისი იმან და ყვითლად არის და ალბათ უკვე ხვდებით თუ საითკენ მიდის ჩვენი საუბარი იმას იმის იმით და იმად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ამან და იმან ერთსაც დავამატებდი ეს ნაცვალსახელები ორფუძიანებად არის ნახსენები ჩვენს ქართულ გრამატიკებში იმის გამო რომ სახელობითში და სხვა ფორმებში ბრუნვის სხვა ფორმებში მათ განსხვავებული ფუძეები გააჩნიათ მაგრამ ჩვენ ახლა აი ამ ფუძე აი ამ სიტყვებს ცოტა სხვანაირად განვიხილავთ სტრუქტურის თვალსაზრისით და ცოტა სხვანაირ კავშირებს გამოვავლენთ. მაშასე ჩვენ გქონია თურმე მოთხრობითში ესეს ფორმა ამან და ისის ფორმა იმან. რა სტრუქტურული ელემენტები არის წარმოდგენილი აღნიშნული სიტყვების შემადგენელი კომპონენტებით. ავიღოთ ჯერ ა მა ν პირველი ელემენტი ეს არის ა რომელიც გვიჩვენებს პირველ პირთან სიახლოვეს ხო როდესაც ჩვენ ვიტყვით ეს ციგნი ეს მაგიდა ახლოს არის ხო მოლაპარაკესთან იმანში კი გვიჩვენებს პირიქით დაშორებას ესე იგი ეს დეიქსური ელემენტები გახლავთ ν რომელიც ბოლოშია სუფიქსური ელემენტი ეს გახლავთ მოთხრობითი ბრუნვის ფორმა მაგრამ ეს არის მოთხრობითი ბრუნვის ძველი სუფიქსი და ჩვენ გვრჩება ძირად მხოლოდ და მხოლოდ მა რა არის მა უბრალო ძირი არ გახლავთ ეს არის აგრეთვე მეგრული პირველი პირის ნაცვალსახელი მა მე თუ ქართულში მაქვს მე მეგრულში მაქვს მა აქედან გამომდინარე ეს ამ ნაცვალსახელის ბრუნება ესე ხო რომელიც მაქვს ამ ნაცვალსახელის ბრუნებაში მე გარკვეულწილად შემოტანილი მაქვს აგრეთვე მეგრული პირის ნაცვალსახელის ფორმა ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა თავისთავად და იგივე ითქვის სხვათა შორის იმანთან დაკავშირებითაც აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ქართველური ენები და ახლა სლაიდზეც ხედავთ თქვენ სქემებს როდესაც ქართველური შედის ეგვიპტური ელემენტის ანალიზში თუ როგორი ურთიერთობები მყარდება მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ რომ ეგვიპტურში ჩვენ ხმოვნები არ აგვაქვს ჩვენ შეგვიძლია ქართველურმა გვიკარნახოს ის ხმოვანი რომელი ხმოვანიც უნდა ყოფილიყო თავდაპირველად და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი რომ ნაცვალ სახელებს თავის ვირტუალურ მდგომარეობაში მნიშვნელობა არ გააჩნიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება მიიღონ იგი მხოლოდ და მხოლოდ მეტყველებაში მაშასე ვიწყებთ ახლა სქემის განხილვას და რა თქმა უნდა მოცემული არის არა გახმოვანებული ეგვიპტური ვარიანტები არამედ გაუხმოვანებელი ხო როგორიც ისინი თავიდანვე იყო წარმოდგენილი ანუ ორიგინალში მაშასე ეგვიპტო ისევ და ისევ მივყვეთ ესე იგი სლაიდზე გამოსახულ სქემას ეგვიპტური არის ა մ ն ქართველური ქვევით გაქვთ ამან პირველი ხმოვანი ემთხვევა ამ შემთხვევაში м და н რაც მთავარია ემთხვევა და მ-სა და н-ს შორის ქართულში არსებული ა ხმოვნის აღდგენა რა თქმა უნდა შემიძლია რატო შემიძლია იმიტომ რომ ეგვიპტოლოგები ხან ეს აღადგენენ ხან ოს აღადგენენ ხან სხვას უსაღადგენენ და ჩვენ რო აღვადგინოთ ამით რა დაშავდება მით უმეტეს რომ მე ქართული მკარნახობს რომ ეს სწორედ ასეთი ეგვიპტური სწორედ ეს ფორმა უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ მე თუ ქართულ ამანს ას ამოუღებ მე დამრჩება ამნ ან იგივე ეგვიპტური ფორმა დამრჩება ეს კიდევ ერთხელ მიდასტურებს ანუ როდესაც მე ეგვიპტურშიც და ეგვიპტურშიც და ქართველურშიც ერთი და იგივე
ერთი და იგივე ფორმები მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იდენტურები არიან, მაგრამ ის რომლის შესახებაც ჩვენ მნიშვნელობა არ ვიცით, ის რა თქმა უნდა განპირობებული უნდა იყოს იმ ერთეულით, რომლის მნიშვნელობაც ვიცით და ამ შემთხვევაში ჩვენ ქართულის მნიშვნელობა ვიცით და აქედან გამომდინარე 100 აღდგენა ეგვიპტურ ვარიანტში სავსებით გამართლებულია და თუ მე აღვადგინე ეს მე უყურებულობ აბსოლუტურად იგივე ფორმას, სტრუქტურულ შედგენილობას ეგვიპტურში, როგორიც მაქვს ქართულში და ზევით გვაქვს ხო სადაც ისევ და ისევ რა თქმა უნდა არის მეგრული პირველი პირის ნაცვალსახელი, ხოლო კი არის ძველი ერგატიული ბრუნვის ნიშანი. როგორ იშიფრება ეს მნიშვნელობა? ამანის. ჩვენ ვიცით, რომ ეგვიპტურში იგი ნიშნავს უხილავ მზეღმერთს. მაგრამ ქართული მკარნახობს, რომ ეს მნიშვნელობა ამით არ შემოიფარგლება. და საქმე იმაშია, რომ ერგატიული ბრუნვა, ანუ მოთხრობითი ბრუნვა, როგორც წესი, მიუთითებს შემოქმედზე, აგენტზე, პირზე, რომელმაც რაღაც გარკვეული ქმედება განახორციელა. აქედან გამომდინარე, მე თუ აღდგენილი მაქვს მთლიანი ფორმა ეგვიპტურში, როგორიც ქართველურში, მე მეუნება, რომ ბოლო ამანში სწორედ ასეთი სუფიქსია. ახლა შევაერთოთ ეგვიპტური და ქართული ფორმები. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამან ხო და აი როდესაც ამ ორ ფორმას ერთმანეთის გვერდით სინტაგმის სახით დავდებთ, აღმოჩნდება, რომ უხილავი მზეღმერთი არის ქართველის შემოქმედება. ანუ პირველი პირი, მეგრულის პირველი პირი, პირდაპირ გეუბნებათ, რომ მე შევქმენი ეგვიპტელების უხილავი მზეღმერთი. ასეთ ინფორმაციას, როდესაც გაძლევთ, ეს პაწაწინა ენობრივი ერთეული თავისთავად მიუთითებს უკვე იმაზე, რომ აი ეს სემანტიკისაგან დაცლილი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს უზარმაზარი დაფარული ინფორმაციის მატარებელი, რისი მოწმენიც ჩვენ ეხლა გავხდით. მაგრამ ახლა ჩვენ ვნახოთ უკვე მეორე სქემა. მეორე სქემაში მოცემული არის იმნს წარმომავლობა. აქ უკვე მე მგონი ჩვენი მაყურებლებიც კი ძალიან მარტივად მიხვდებიან, რომ აქაც იგივე ახმოვანი უნდა აღდგეს მუსა და ნს შორის და ჩვენ ისევ და ისევ ვღებულობთ ზუსტად ქართულის იდენტურ ფორმებს ეგვიპტურში, რომელიც გაიშიფრება, როგორც ოღონდ ამ შემთხვევაში გვექნება მესამე პირი, ხო? იმან, იმიტომ რომ ჩვენ დაშორება გვაქვს ის მეშვეობით და გვექნება იმან ან მან შექმნა ეგვიპტური უხილავი მზეღმერთი. ძალიან კარგი. ეს დავადგინეთ, რომ იმნ და ამნ მომდინარეობს თურმე ქართულიდან, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ ორი ფორმა, რომელიც გასარკვევია და აი ახლა სლაიდზე ეს ორივე ფორმა არის გამოტანილი. ერთ-ერთი მათგანი არის ამუნ და მეორე არის ამენ. გავაკეთოთ ახლა იგივე ჩავატაროთ უბრალოდ იგივე პროცედურა, ხო? ანუ ამენ დავყოთ ზუსტად ისევე სტრუქტურულად, როგორც მოვექეცით იმნსა და ამნს, ხო? და რას მივიღებთ? მე და ნ. პირველი ეს გახლავთ ახლოს მდებარეობის მაჩვენებელი, ნ გახლავთ ერგატიულის ბრუნვის ნიშანი და შუაში გრჩებათ მე. ახლა ისმის კითხვა. შეცდომაა ეს თუ არა? მაშინ, როდესაც მე იმნ-ამნში მქონდა მეგრული ვარიანტი ეხლა მე მაქვს ქართული ვარიანტი მე და ისინი ორივე პირველი პირის ნაცვალსახელები არიან. ანუ მნიშვნელობა არანაირად არ იცვლება და აქაც უნდა ვთქვა, რომ მე ოღონდ უკვე არა მეგრულად, ხო, არამედ მე შევქმენი ეგვიპტის
უხილავი მზეღმერთი. შესანიშნავია ინფორმაცია იგივეა, მიდასტურდება მე რამდენეთ უკვე მესამედ აი ამ წაწინა ნაცვალსახელების მეშვეობით. ვნახოთ ახლა რამდენად არის ეს გამართლებული შემდეგი ვარიანტისთვის და ეს ვარიანტი გახლავთ ამუნ. ამუნის ფორმაც ისევე უნდა დავყოთ, ხო? A, როგორც სიახლოვის მაჩვენებელი dx-ურის პრეფიქსი, შემდეგ მოდის უბრალოდ ბოლოში ბოლოკიდური ნ არის ისევ და ისევ ბრუნვის მაჩვენებელი და შუაში მაქვს მ. აი ეს მ რაღაცაა. აღმოჩნდა რომ მ ჭანურში არის კითხვითი ნაცვალსახელი რა, მაგრამ სვანურში იგი ნიშნავს მამას. ეხლა ავდგეთ და ეს მამა ჩავსვათ, ხო? აღნიშნული საანალიზო სიტყვაში და მივიღებთ რას, რომ მე უკაცრავად მე მამამ შევქმენი ეგვიპტელების უხილავი მზეღმერთი. რამდენად შესაძლებელია რომ ეს იყოს შეცდომა. მაშინ, როდესაც ერთი ფორმა იმ ამნ, მეორე ფორმა იმნ, მესამე ფორმა ამენ, მეოთხე ფორმა ამუნ, ყველა ერთსა და იმავე ინფორმაციას მაწვდიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეცდომაზე საუბარიც კი ზედმეტია. აქ ჩვენ ახლა განხილვა აღნიშნული ნაცვალსახელებისა სულ განსხვავებული სახით უნდა წავიყვანოთ. და რა სახია ეს? მივიღეთ ჩვენ ის რომ თურმე ეგვიპტურში გამოყენებული არის როგორც მეგრული ნაცვალსახელი, ასევე ქართული ნაცვალსახელი. და თურმე ორივეს გამოვიყენებ ჩადებული ინფორმაციის ამოსაღებად, გამოდის რომ მე უნდა ვთქვა მე მამამ შევქმენი ეგვიპტელების დაფარული მზის ღმერთი. ნაცვალსახელების გამეორება ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა და ზოგადად გამეორება ნიშნავს ემფათიკას, ანუ გაძლიერებას, ანუ დამატებით მტკიცებულებას იმ აზრისა, რაც გამოთქმული არის შესაბამისი წინადადებით. ანუ მე გეუბნება ყვირის პირდაპირ მთელი ფრაზა, რომ მე ვარ მამა, მე შევქმენი ეგვიპტელების დამალული მზეღმერთი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგვიპტელების ამონ-რა, რომელსაც 1000 წლეულების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ ეგვიპტელები და ეგვიპტელების აზრით ამონ-რამ შექმნა მთელი სამყარო, ყველა და ყველაფერი, ეს ყველა და ყველაფერი ეკუთვნის თურმე ქართველ კაცს, რომელიც თვლიდა თავის თავს მამად აი ამ სამყაროს შესაქმისა. ახლა ვნახოთ, გვიდასტურდება თუ არა ჩვენი ეს დეშიფრირებული ინფორმაცია სხვა მონაცემებით. აღმოჩნდა რომ კი. და ამ შემთხვევაში უნდა შემოვიყვანოთ ანალიზში მანეთო იყო ეგვიპტის ისტორიის პირველი ავტორი. ისევე როგორც ბეროსუსი იყო შუმერში, ასევე ყავდა მანეთო ეგვიპტურში. და აი სწორედ მისი ნაშრომიდანაც ამონარიდები, რა თქმა უნდა, შემორჩენილი არის და აი ერთ-ერთი ამონარიდის წაკითხვა მინდა ვერბრუგესა და ვიგერშემის წიგნიდან ბეროსუსი და მანეთო. ნახეთ რას წერენ აღნიშნული ავტორები. სებონიტელი მანეთოს აზრით გასაიდუმლოებული საგანი და გასაიდუმლოებული აქტი ამონ სიტყვით არის გადმოცემული. ჰეკატეს მიხედვით ეგვიპტელები ამონს ურთიერთ მიმართებისას იყენებდნენ, ვინაიდან იგი მიმართვის სიტყვაო. მთელი ჩვენი
განხილვა ნაცვალსახელის შესახებ შესანიშნავად აქვს გადმოტანილი მანეთოს. ნახეთ რას ამბობს. პირველ შემთხვევაში იგი ამბობს რომ ყველა გასაიდუმლოებული საგანიო ყველაო ამონდით არის გამოხატულიო. სწორია იმიტომ რომ ჩვენებითი ნაცვალსახელი თავის ვირტუალურ მდგომარეობაში ცარიელია სემანტიკიდან. არაფერი მნიშვნელობა მას არ გააჩნია, ანუ შენ გინდა ისე გულისხმე, რომ მნიშვნელობა არ აქვს და გინდა ისე გულისხმე, რომ გასაიდუმლოებულია. ამ შემთხვევაში კია გასაიდუმლოებული, იმიტომ რომ ნებისმიერი ფორმა შეიძლება მან მიიღოს, მაგრამ იმისთვის, ვისაც ის ამ ინფორმაციას ატყობინებს, პირდაპირ ეუბნება, რომ მას გამოყენებული აქვს ნაცვალსახელები, გამოყენებული აქვს ნაცვალსახელები სწორედ ვირტუალურ ფორმაში. რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ნახეთ მე რას ამბობს. ჰეკატეს მიხედვითო, ესო ურთიერთმიმართებისას გამოიყენებაო. ურთიერთმიმართება კი DX-ია. ანუ გიჩვენებთ მოქმედების აქტი ვისგან ვისკენ მიდის, ხო? და აქედან გამომდინარე ნაცვალსახელების ზუსტად მაგას გვიჩვენებენ. ანუ მანეთოს ამონარიდიდან აი ეს პაწაწინა მონაკვეთი უკვე გვეუბნება, რომ ეს სიტყვები მართლაც ნაცვალსახელებიაო. ადასტურებს აი იმ პირველ წინადადებაში გამოთქმულ აზრს და გეუბნება, რომ სინამდვილეში ესენი DX-ური სიტყვები გახლავთო. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მთლიანი ასე რწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზი ამ წუთში ეგვიპტელთა უდიდესი ღვთაებისა ამონ-რასი დასტურდება და იგი დასტურდება თვით მანეთოს ნაშრომით, რომელმაც ჩვენს დეშიფრირებამდე 2300 წელი გაიარა, ხო, აი ამ მონაკვეთმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ასეთი დამთხევები შეუძლებელია ხდებოდეს. შეუძლებელია ჩემი საკუთარი ანალიზი დაემთხვეს მანეთოს ანალიზს, და მანეთოს განესაზღვრა ის ქართველური ფენომენი, რომელიც ოდესღაც, რა თქმა უნდა, სამზეოზე გამოვიდოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მიუთითებს კოდურ ხასიათზე, ქართველური ნაცვალსახელების კოდური ხასიათით, კოდური ფუნქციით გამოყენებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ერთ პატარა ინფორმაციასაც მოგაწვდით, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს განხილვასთან კი არის დაკავშირებული, მაგრამ ცოტა სხვანაირი კუთხით შეგახედებთ ახლა აი ამ პირველი ელემენტის, ანუ პრეფიქსის, სწორედ აი DX-ის მაჩვენებელი პრეფიქსის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე. აი ეს პაწაწუნა არო გვაქვს. და დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა ტრადიციული ნათმეცნიერების მიმდევრები ამ ჩემს შეხედულებას არ ეთანხმებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ ენობრივ ერთეულებთან, ჩვენ საქმე გვაქვს კოდურ ერთეულებთან და კოდში სულ განსხვავებულად მოქმედებს სიტყვისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა მნიშვნელობა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არის ამან, ანუ ახლოს მდგომი საგანი, მაგრამ ვისაც ახსოვს ჩვენი პირველი საუბარი, იქ აღნიშნეთ, რომ აგრეთვე წარმოადგენს ზევით მიმართულ მოქმედებას. ხო, ახლა ავიდაში რო გვაქვს. აქედან გამომდინარე რა მივიღეთ? ერთი მხრივ მე მაქვს ჩვენი ანალიზის დამამტკიცებელი ას ფუნქცია, როგორც ახლომდებარე საგნების მაჩვენებელი ელემენტისა და მეორეს მხრივ მეუბნება, რომ აი ის ინფორმაცია, რომელიც აი ამ სიტყვაში არის ჩამალული, ეს ყველაფერი არის ზევით მიმართული. ანუ საბოლოო ჯამში ეს გაირკვევა, ეს გამომჟღავნდება და მას ზეცად ამაღლება უწერია. გვაქვს თუ არა აი ეს მნიშვნელობა ეგვიპტურში? გვაქვს, იმიტომ რომ ყველას სჯეროდა, როგორც ფარაონებს, ასევე ჩვეულებრივ მოკვდავებს, სჯეროდათ, რომ ისინი აუცილებლად აღდგებოდნენ. აი ამით მე მსურს
დაგემშვიდობოთ დღეს, გისურვოთ წარმატებები, გიტოვებთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მიოს საკონტაქტო დეტალებს და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.